მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს საუბრები პოლიტიკაზე. აქვე ბოდიში გვინდა მოგიხადოთ იმასთან დაკავშირებით, რომ პერიოდულობა გადაცემათა ციკლისა მაინდა-მაინც დაცული არ არის ჩვენი არქაული აპარატურის გამო, მეზოზოიდური პერიოდის აპარატურა გვაქვს და შესაბამისად, ყოველთვის ვერ ხერხდება თქვათ აი ამ გადაცემების ჩაწერა და თქვენთან აი ამ ღია ეთერში კონტაქტზე გასვლა. შესაბამისად გვიწევს ხოლმე გარკვეული ასე ვთქვათ პერიოდების გამოტოვება. რა გაეწყობა ჩვენ ახლა სხვათა მსგავსად ვერ დავიწყებთ საჩეჩილებული ჩვენი მოქალაქეების შეწუხებას იმასთან დაკავშირებით, რომ თანხები ჩაგვირიცხეთ, მოგვეხმარეთ, დაგვეხმარეთ, რასაც ვახერხებთ, და ეს არის. იმედია დაგებით მოეკიდებით ამ სიტუაციას. დღეს გადაცემის სტუმარია პოლიტიკური გაერთიანება მძლეველი ახალი სიტყვის თავმჯდომარე ბატონი ლაშა გიორგი ლობიძე, ჩვენი ძმა და მეგობარი. უცხოები არ ვართ ერთმანეთისთვის და ვთქვათ აი ამ ბრძოლებში, რაც ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ მართლობისაგან გამოთავისუფლებას უკავშირდება, აი ამ მტრული მართლობისაგან ვთქვათ აი აწლეულები გვაქვს გატარებული ერთად, მათ შორის სხვა პიროვნებებთან ერთადაც და აი მომედით აქამდე როდესაც ძალიან ბევრი რამ ისე იცვლება, იმდაგვარად იცვლება, რასაც ჩვენ ვემსახურებოდით, ხო? მინდა რომ ეს ასე ვთქვათ მონოლოგის კი არა, გარკვეული დიალოგის ფორმატი წარმართოთ ეს ასე ვთქვათ გადაცემა. შედარებით შემჭიდროვებული ასე ვთქვათ ფორმატით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოდის, ბუნებრივია საზოგადოება დაგვიწყი ამ ინფორმაციით და შესაბამისად მინდა რომ ლაშა თქვენ დღეს ცოტა ისე ასე ვთქვათ უფრო სულიერ პლანში იმოიხილოთ ეს საკითხები, ვიდრე წმინდა პოლიტიკურ ჭრილში ასეთები ბევრი გამოჩნდა, ჭკვიანების სურვილებიც და ვთქვათ, ვისაც არ ეზარება, ყველა ვთქვათ დაჭდა ეთერში, ყველა თავის მოსაზრებებს გადასცემს, ძალიან დასაფასებული ღირებული პიროვნებები მათ შორის, ეს ძალიან სასიხარულოა, რომ გეგახსოვებათ ბაზონელი ყოველთვის ამბობდა ალექსი ჯორჯაძე იმას, რომ ჯვარს ეს ხალხი, არსებობს ეს ხალხი, უბრალოდ ჩახონილია, გაყვანილია პოლიტიკური ავანსებიდან და ღვთის ხალობით ნელა-ნელა თქვათ, მათ შორის ამ YouTube-ის არქის მეშვეობით, სხვა ასე ვთქვათ პლატფორმების მეშვეობით გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მოფიქრალი, მოაზროვნე ქვეყანაზე ქვეყნის მოჭირნახული პიროვნებები არიან, ძალიან დიდი განათლების ასე ვთქვათ ძალიან განათლებული ადამიანები, ელფირებულნი და რაღაც თქმა უნდა ასე ვთქვათ ეს ჩვენი პატარა სტუდიაც, ეს ჩვენი პატარა ასე ვთქვათ სამუშაოც ამასთან დაკავშირებით, მინდა რომ წარმოჩინებული იყოს ისე როგორც საჭიროა და საზოგადოება მოისმინოს ის, რასაც ემსახურება სინამდვილეში პოლიტიკური გაერთიანება მძლეველი, აი 25-30 წლის წინანდელი პერიოდიდან მოყოლებული დღემდე. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იბრალებს, რომ მათ დაიწყეს, ასე ვთქვათ, საუბრები, თურმე ასე ვთქვათ, გარკვეული ქედი უნდა მოვიდრიყო და მოვიხაროთ მათ წინაშე, რომ თურმე მანამდე არაფერი არ ყოფილა, გახსოვთ ბატონ სააკაშვილის ჰქონდა ასეთი განმარტებები, რომ აი ჩვენ დავიწყეთ საქართველოს ისტორია, არის მისი გაპრეზიდენტების თუ ვარდების რევოლუცია წოდებული გადატრიალების შემდგომ თურმე დაწყებულა საქართველოს ისტორია, რომელიც სინამდვილეში ალბათ 10-15 წლის წინ დაიწყო სინამდვილეში, ხო? თუ უფრო ადრე არა. კარგით, რაც არის ეს არის დაუშვათ, ჩვენ არაერთხელ გვითხოვს და ახლა მინდა იგივე ვთქვა, გარკვეული კითხვის ფორმითაც მოგმართოთ ამასთან დაკავშირებით. მეტად სამედიცინო პროცესები მიმდინარეობს, ხო? ფუნდამენტური ცვლილებების ერა დადგა. ამასთან დაკავშირებით მესაუბრებოდით ჩვენ საზოგადოებას კონკრეტულად სულ განათლებული ბატონი ალექსი ჯორჯაძე 30 წლის წინ ცოტა უფრო ადრეც რომ სრულიად სხვა ეპოქაში, სრულიად სხვა ერაში შეადგინა კაცობრიობა და ესეთი მაგალითიც კი მოყავდა ხოლმე ხშირად, რომ უფრო გასაგები რომ ყოფილიყო, იოლად აღსაქმელი ყოფილიყო საზოგადოებისთვის, თუ რასთან ჰქონდა საქმე, ამბობდა ხოლმე რომ შვილო სამთაში მხოლოდ პერანგის აღარა გარეთ ვერ გაყვალ. შეიძლება გაიყიდო და თქვა დიდი უბედურება დაგემართოს აქ, შეიძლება ადამიანი გარდაიცვალოს კიდეც. სხვადასხვა შედარება რთულად მოსაფიქრებელი იყო იმის გასააზრებლად, რომ ეპოქა იცვლება, ცნობიერება იცვლება, ადამიანი უნდა ავიდეს, ამაღლდეს ასე ვთქვათ თავის აი ამ ძველ მიჩვეულ ასე ვთქვათ კლიშეებზე, უფრო ზემოთ დადგეს, უფრო შორს გაიხედოს.
რასაც ასე ვთქვათ, თავად ბატონი აკითხებდეს გვეუბნებოდა, რომ ეს არ არის რაღაცა რიგითი, შემთხვევითი, აი მორიგი რაღაცა მოვლენა ჩვენ ცხოვრებაში. არამედ ეს საქმე გვაქვს უფლის სიტყვის მეორედ მოსვლასთან, ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლასთან, სულში სიტყვის სახით და ყველაფერი ასე ვთქვათ, რა პროცესის მიმდინარეობს ჩვენ სირგულივ, რასთანაც გვაქვს შეხება და საქმე, ყველა ადამიანი, ყველა კონკრეტული პერსონაჟი და პერსონა ან ალ სიტყვას, ანუ ბრულ სიტყვას, ანუ ნაკლდოვან სიტყვას ემსახურება, ან ჭეშმარიტ სიტყვას ემსახურება და სწორედაც აი ამ ჭეშმარიტი სიტყვის ვებაილახდა თავად ბატონი ჯორჯაძე გახდათ, რომლის ირგვლივად ჩვენ შევიკრიბეთ ამის განება მივიყვანა, არჩევანებმა მივიყვანა თუ აი აქ დაფუძნდა ასე ვთქვათ ეს ჩვენი ერთობა, რომელიც 30 წლის მანძილზე სულ მცირე უდროპინველად შეუძლებელად ემსახურება ქვეყნის გამოხსნა გადარჩენის საქმეს. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში ჩვენ მარტონი არ ყოფილვართ არასოდეს და არც დღეს შეიძლება ვიყოთ მარტონი და ძალიან ბევრი ადამიანი მათ ცნობიერება განიმშრალა სწორედაც ქვეყნის გადარჩენის ასე ვთქვათ აი ამ мотивაციით შეიძლება ამაზე არ საუბრობენ, ვერ საუბრობენ, თუმცა აქ-იქ ალაგ-ალაგ გამორთება ხოლმე ადამიანთა გარკვეული ასე ვთქვათ პოლიტოლოგ და პოლიტიკოსთა გარკვეული ასე ვთქვათ ჯგუფი თუ კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არ არის უბრალოდ ასე ვთქვათ, უბრალოდ პოლიტიკური პროცესის ცვლილება, ხო? ვთქვათ, ამერიკაში დემოკრატიული პარტიის მმართველობაში სხვა რესპუბლიკური პარტიის მმართველობა დაუშვათ. არ დაუშვათ რუსეთში შეიცვალა რაღაც და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იცვლება ვთქვათ, აი დაწინაურდა ჩინეთი, დაწინაურდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები და ასე შემდეგ, ხო არა, ეს რიგითი მოვლენები, არც ეს კატაკლიზმები, კატასტროფები, როგორც ბუნებრივი, ასევე პოლიტიკური ხასიათისა, ეს ძღრები არ არის შემთხვევითი. დიახაც ეს ყოველივე უკავშირდება უდიდეს საკაცობრიო ხასიათის მოვლენას, რომელსაც კაცობრიობა მეორე მოსვლის სახელითა და სახით იცნობს. ნუ აი ჩვენ საერთოდ ლოკალურ თითქოს და რეალობაში საქართველოში მათ შორის მეტად მძლავრი იმპულსების მატარებელი პოლიტიკური პროცესები ხდება. მით დავიწყოთ ბატონოლაშა. ნუ ჩვენ თქვენ მახსენდება თქვენი გამოსვლა 3-4 თვის წინ, თქვენ მაშინ მარტო ჩაწერეთ გადაცემა, თუმცა ძალიან დრამატული პერიოდი ეწოდა საქართველოს, როდესაც ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდებოდა ფაქტიურად ჩვენი ქვეყნის და საქართველოს ძალიან ბევრი ადამიანის ნახვა ჰქონდა მაშინ თქვენს გადაცემას, უამრავი ადამიანი ასე ვთქვათ უსმენდა, უყურებდა, შემოდიოდა მათ შორის ჩვენთან ეს საგნით, ვთქვათ, შემოხმიანებები, წერილები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ რა საოცრად საოცარი განმარტებები მიეცით მაშინ, ეს დეკემბრის გადაცემა რომ ჩაწერეთ თქვენ, როდესაც თქვით რომ აი ახლა დეკემბერი და პირველი დეკემბერი იყო და ვთქვათ, როგორ მოგავდა და როგორ ჩამოგავდა ეს პირველი დეკემბერი, ალბათ ახსენებენ დეკემბრის თვეს 1991 წლისა, როდესაც ჩვენმა უგულურება ყველას გულისხმობა ჩვენ თამაშები ის ხოდანაშაული ის ხოთი ეს ხოცული ეს ძალიან შორს ამიყვანდა მაშინ თქვენ ძალიან რელიეფურად და კარგად გამარტეთ თუ რა უბედურება დააწყდა ქვეყანას თავზე როდესაც პრეზიდენტ გაბსახურდიას ხელისუფლება იქნა კანონიერი ხელისუფლება იქნა ჩამოგდებული და მისი ადგილი დაიკავა იმას ვთქვათ ეგრეთებულმა სამხედრო საბჭომ და ეს უბედურებები რაც ქვეყანას დააწყდა თავს აქედან გამომდინარე საბედნიეროდ ეს საბედისწერო ასე ვთქვათ შეცდომა თუ ეს უბედურება ამ შემთხვევაში თავიდან აცილებული იქნა. Როგორც დაახასიათებთ აი ამ პროცესს ბატონოლაშა და ვთქვათ თუნდაც არსებული ხელისუფლების შეიძლება ხელისუფლებასთან ძალიან ბევრი კითხვა გქონდეს, ძალიან ბევრი პრეტენზია ამასთან დაკავშირებით შევიკითხებით. სხვა ასე ვთქვათ კითხვების დასმის დროს საუბრის განმავლობაში მაგრამ აი დღეს ხედავთ რომ გარკვეული განსაჟიების სკამზე ამას გარკვეულ მინი ალბათ ნიუნბერგის პროცესაც უწოდებენ, როდესაც ძველი ხელისუფლება, ძველი მმართველობა ფაქტიურად იზოლებულია უპასუხოს იმ ძალიან მძიმე კითხვებზე, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება მათუსვამთ. ეხლა მე ძალიან შორსა ვარ იმაზრისაგან, რომ არსებული ხელისუფლება არის რაღაცა ასე ვთქვათ ძალიან სასურველი, ძალიან ასე ვთქვათ ხო, მაგრამ ამის მიუხედავად შეუძლებელია ვთქვათ დაუყარო ის რაც დადებითი მომენტები აქვს და ეს პროცესი, დრამატული პროცესი. მეტად დრამატული, იმიტომ რომ 10,000 ადამიანის ბედს ეხება ეს ყველაფერი, ხო? მათ შორის იმათ ბედსაც, რომლებიც იმ პერიოდში ქვეყანას მართავდნენ. ჩვენთვის ახლა არც ერთი ქართველი, არც ერთი ადამიანი არ არის დასაკარგი, არ გვემეტება, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს, როგორც ვთქვი, სამართალმა ყური უნდა ჩამოს
იმიტომ რომ 100,000 ადამიანის ბეს შეეხება რაც თავარია ჩვენ წარმოვალილი არსებები ვართ ხო დღეს ვართ ალბათ აღარ ვიქნებით გარკვეული პერიოდის შემდეგ ყოველ შემთხვევაში ეპოქები წარმოუდგენლია ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენლია მაგრამ რჩება გარკვეული ასე ვთქვათ წარუმატებელი მოცემულობები ქვეყანა ერის სამშობლო მამული ენა სარწმუნოება და ვინც აი ამ საუნჯებს შეეხება თავისი ბინძური ხელით ის გარკვეული პასუხიც უნდა ააგოს როგორც ქვეყნის ასევე უფლის წინაშე უფრო უფლის წინაშე მით უფრო აი სწორედაც ამჟამს მეორე მოსვლის ჟამს სწორედაც აი ამ კონტექსტში მითხარ თქვენ მოიხილოთ ვთქვათ ეს საკითხი თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის თავს და იმ ადამიანების თავს ვისაც აი ეს სამართალი ასე ვთქვათ აღმართში მოეწია იქ დაფასავით ერთი მადლობას მოგახსენებთ ბატონო ზურაბ რომ სწორედაც უფრო მეტად ჩვენ ვთხოვეთ და რომ უფრო მეტად ყურადღება დაგვეთმო ამ მოვლენის სულიერ მხარისთვის მაგრამ მოგესალმებით ადამიანი შედგება სულის და ხორცისგან მაგრამ პრიორიტეტი მაინც არის სულიერება ადამიანისა და თავად მოვლენა ჩვენი მაწყობის მეორე მოსვლის ეს სულიერი პროცესი გახდა ჩემს წინა ვიდეო გადაცემაში მე შევეხე ძალიან ფუნდამენტალურ საკითხებს და პირობა მივეცი ჩვენს მაყურებელს რომ აი სულიერების საკითხს გცალკე ბლოკად და ძალიან ფართოდ უფრო მეტად შევეხებ და ამ შემთხვევაში სწორედაც ჩვენი დიალოგი დაიწყო იმით რომ უმეტესად ჩვენ მსმენელს მაყურებელს აინტერესებს დიდ ინტერესს იჩენს სწორედაც მათთვის ესე იგი სასურველი თემა რასაც არის რასაც ქვია სულიერი მხარე ამოვლენს დავიწყებ იქიდან რომ ბატონ აკაკი მაგარი ჯორჯაძე როგორც საზღვაო კაცი განცხადებელი მეორე მოსული სიტყვისა იგივე ჩვენი პასპორტის ქრისტესი რა თქმა უნდა ერთი არ იყო ამ ქვეყნად და ეს მოვლენა როგორც პირველად მოსulis ხდებოდა იმის მსგავსად ვითარდებოდა და მოვლენები ისე ისახებოდა ჩვენს ყოველდღიურობაში და ჩვენს სინამდვილეში. მაგრამ მსგავსება ეს არ გახლავთ თოლობა. რისი თქმა მინდა და რისი ხაზგასმა მინდა აქვე საუბრის დასაწყისშივე რომ განვარტო. მაცხოვარი სანამ ხორციელად მაგრამ იგივე სიტყვა ხორციელი იქნებოდა მას წინამორბედი ხდებოდა. ეს წინამორბედი გახდათ ზაქარიას ოჯახში და ელისაბედის ოჯახში დაავადებული იოანე, იგივე ნათლისმცემელი. რომელზეც შემდგომ მაცხოვარი თავად მაცხოვარი განუმარტავს თავის მოციქულებს მოწაფეებს, რომ თვითსოფელმა იგი ვერ იცნო, ვინაიდან ის არის სულით ელია წინასწარმეტყველი, რომელიც ელია წინასწარმეტყველი ელია თესბიტელი, რომელიც ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, რომელიც ცად იყო ცოცხლად აღტაცებული ელია სულით აღმოტებებულიო. იოანეს დაუჯდომელში არა. კი ბატონო. აქედან გამომდინარე, შემდგომ ჩვენ კანონიკურ სიტყვა აპოკრიფულ სახარებებში ხვდებით იმ მომენტს იოანე ნათლისმცემლის მნიშვნელობას, რასაც ქვია და უყურებთ რომ მაცხოვარი სანამ თავის მოღვაწეობას იწყებს, აქ უკვე გამოსულია თავად მისივე ნათლისავი, ვინაიდან ელისაბედი და მარიამი იგივე ჩვენი დედა ღვთისმშობელი ნათლისავები გახდნენ და ერთშვილები იყვნენ. 6 თვით ადრე მარიამის და იოსების. ხო, მარიამის ნათლისავი მარიამს ნათლისავად მოხდებოდა
ივანეს დედა ელისაბედი. დიახ. და როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან, ამ დროს 6 თვის არის და მარიამის დანახვაზე მუცლად ყოფმა იოანემ, შემდგომ იოანე ნათლისმცემელმა სიხარულით და ეს სიხარული გადაედო თავად ელისაბედსაც. შემდგომ მოღვაწეობა ისე წარიმართა, რომ სწორედაც პირველად გამოვიდა იოანე ნათლისმცემელი. ყველა იოანე ნათლისმცემლები ვართ ჩვენ. ყველა ვინაიდან პირველად ვინც დაინახა ეს იყო იოანე ნათლისმცემელი დაინახა გულისხმობ მაცხოვრის ის ღვთაებრივი ბუნება, როდესაც ის იორდანაზე მივიდა. და განათლდა იმ წესით, როგორც დადგენილი იყო. აქ კიდევ შეიძლება ეპიზოდები გამოსცემთ, მაგრამ თავას ვიტყვი, რაზეც გავაკეთებ აქცენტს. აი ეს მართებდა და მართებს ნებისმიერ კაცს, ულიცხოვ მამაკაცსაც და დედაკაცსაც, მაცხოვრის მეორედ მოსული სიტყვის დანახვა და მიღება. განათლება ნიშნავს, რომ სწორედაც განინათლები იმ სიტყვით, რასაც მერტი სიტყვა ყია. და რომ სწორედაც ეს სიტყვები ჭეშმარიტია, ჩვენ აქცენტს ვაკეთებ უკვე არა აპოკრიფებზე, არამედ კანონიკურ სახარებაზე, როდესაც მოთხრობილია, როგორი შეხვედრა აქვთ მათ იოანეს და ჩვენს მაცხოვარს ამ მდინარეზე. და დაინახა მან სულიწმიდის ხორციელი გამოვლენა მტრედი, ის შეიჩნობს მასში ხსნელს იოანე ნათლისმცემელი და როდესაც ის მიეახლება იოანეს, ჩვენი მაცხოვარი, ის აღმოთქვა შემდეგ სიტყვებს. მე არ ვარ ღირსი, შენი თაზისა, ხამლის თასმები რომ შეგიკრა. მერე მაცხოვარი მიდის და პასუხობს მასზე, რომ როგორც წერილი არის, ისე უნდა მოვიქცევს და წერილი უნდა აღსრულდესო და ის განათლავს. და იმიტომ რომ ამ დროს იყო ხმა იოანესზე და რომელმაც უთხრა, რომ აი ჩემი კრავი. ესე იგი ჭეშმარიტად დაუდასტურდა ხმა ღვთისა მერთმა ამაზე ციებმა. და ამის შემდგომ იყო, რომ მოხდა ის განათლა და ეს რომ დაინახეს იოანე ნათლისმცემლის ორმა მოწაფე, ამ შემთხვევაში ანდრია პირველწოდებულმა, რომელიც ასაკით ყველაზე უფროსი და უხუცესი გახდა იმ 12-თაგან და მოწაფე, რომელიც ასევე უყვარდა ყველაზე ახალგაზრდა თავისი ასაკითა, ეს იყო იოანე, იგივე ღვთისმეტყველი. ეს ორივე მოწაფე გაყვა შემდგომ მაცხოვარს. ესე იგი, რისი თქმა მინდა? ეს სიტყვები, რომ მართალია ფიზიკურად კაცმა, ესე იგი, ხორციელად შობილმა, აი ამ წინასწარმეტყველებზე ერთავად ძალზე დიდმა კი გააკეთა ფიზიკურში აი ეს რიტუალი, როგორც ითქვიან, განათვლისა, მაგრამ სინამდვილეში აი ეს განინათლა თავადაც და თქვი ყოფნი სწორედაც ღვთის სიტყვაში. ეს მადლი მათ სწორედაც მაცხოვრისგან დაიბარეს ამ მათში დაიბარეს. და როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ და მივიღოთ, ესე იგი, მიღება ნიშნავს იმ ჭეშმარიტის სიტყვაში განათლას. ეს სულიერი პროცესი მსგავსად მაშინ დღესაც მოქმედებაშია, დღესაც ძალაში გახლავთ. პირველ ყოვლისა ჩვენ გვმართებდა და დღესაც გვმართებს ამ სიტყვის დანახვა, ოღონდ სულიერი თვალით. ესე იგი, რომ ბუნდოვანი არ იყოს, რა არის სულიერი თვალი? დიახ, ეს არის სული, ეს არის იგივე გონი. და ვისაც არ აქვს ეს გონი, მასზე
წერილში წერია შემდეგი სიტყვა. რას ეუბნება სული ეკლესიას? სული კიდევ არის გონი და ყურის ძედს მიმართ არის მთელი რიგი იგავები და მთელი რიგი სწავლება მაცხოვრისაგან მოციქულის მიერ მოტანილი ჩვენამდე. თქვენ ახართ ყურ ვაზისა, თქვენ ახართ ვაზის ლერწმიო და მე ვარ ვაზიო, თქვენ ვაზის ლერწმები ხართ. კაცი რომელიც ვერ გამოიყებს აი ამ უკანასკნელს მოიჭრება და იგი გადაიგრისა, დაიწვება. ესე იგი ვაზი არის ჭეშმარიტება, თავად მაცხოვარი ის ჭეშმარიტი სიტყვა, რომლის ლერწები ვართ ყველანი ჩვენ. სხვაგან მაცხოვარი ამბობს სიტყვებს შემდეგს, რომ თქვენ ახართ სიტყვანი ღვთისა, მოციქულებს ეუბნება. ესე იგი სიტყვანი თავად ხო განსხეულებული სიტყვაა. სიტყვა არის კიდე ღმერთი გამეთქვა. თავად ხო იწოდება თქვა ქრისტე ხორცად ქცეული სიტყვა. რა თქმა უნდა, სიტყვაა ღმერთი. და იოანეს სახარება ამის ნათელი დადასტურებაა და იოანე ღვთისმეტყველის სახარებაზე არის მთელი დოგმატიკა შემდგარი, ხო? შემდგომ ამ სიტყვებში ჩაღრმავება ჩვენ გვაძლევს თუ რა არის სული და რა არის გონისა, სულიერი თვალი იგივე გონი, რომ ესე იგი სიტყვანი ღვთისა, კაცნი, ესე იგი ჩვენ კაცნი, კაცი შექმნილია ღვთის ხატად და სახე, მამაკაცად და დედაკაცად. ესე იგი სიტყვა სწორედაც ჩვენ მსგავსი იმ მამაზეციერთან სწორედაც სიტყვით ვართ. უბრალოდ ხორციელად მიმი ვართ, მატერიაში ვართ უკვე მოცემული, მატერიალურ მოცემულობაში ვართ მოსული. მაგრამ აი ვისაც ეს ბოლომდე აქვს უნარი დაინახოს, დაითმინოს და დარჩეს ურის ძედ, რომელიც სმენად ისმენს რა, რას ეუბნება სული ეკლესიებს, ასეთი ადამიანი, ასეთი კაცი არის ღვთის სიტყვა, რომელიც სიტყვაზე შემდგომ მოციქულებს ეუბნება მაცხოვარი, რომ თქვენ ახართ მარილი და წუთისოფლის მარილი და თუ მარილი ესე გამხნარდეს, რით აღარ დამარილდეს უკანასკნელი წუთისოფლი. შემდგომ სხვაგან კიდევ ამ ქედან გამომდინარე მაცხოვარის ერთ-ერთ უმთავრეს ქადაგებაში, სადაც ის მოგვითხრობს ჩვენ და გვაძლევს იმ ცნობიერებას, როგორი იქნება ცადასასუფეველი მისი მოახლოვება და იგავებით გაგმოგცემს, აი ამ დროს, აი ამ საუბრისას პირდაპირ ეუბნება თავის მოწაფედ, როდესაც მათ ეს ამ იგავების მთელი სისავსით ვერ შეძლეს დანახვა, პირდაპირ ეუბნება. თქვენ ახართ ღმერთები. ესე იგი, კაცის ამ ცხოვრებაში, წუთისოფელში უმთავრესი ვალია ღმერთის წინაშე, რომ მან თავის თავში ჰპოვოს ღმერთი, ჭეშმარიტი სიტყვა და იგი განიღთოს. და თუ იგი განიღთოს, მომიტევეთ აი ამ თუ დამცდა ეს აუმართებულოა, თუ მეგრულად გოჭია, სხვადასხვა მე ამ თემასაც შევეხები გოჭდა ღორების სკოლს, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ მოვლენასთან მიმართებაში და ჩვენს სინამდვილეშიც რა, ადამიანურ ყოფაში. ამ განხთობილს და ზოგადად იმ კაცს, ვინც არის სიტყვა ღვთისა, შეუძლებელია ვინმე უთხრას, რომ შენ ხარ მონა, თუნდაც ღმერთის მონა. იმიტომ რომ ამ თემაზე, ამ კონკრეტულ საკითხზე მონა ღვთისა მაცხოვარს აქვს თავისი კატეგორიული აზრი. და ეს სახარებაშია მოცემული. ვერც გადავა, ვერ დაამატებს ვინმე ამ სახარებაში დაწერილ
მაცხოვრის სიტყვას და ვერც მოაკლებს და ვინც მოაკლებს იმას მოაკლდება ის მადლი ღვთისა და ვინც დაამატებს იმას მოუმრავლდება წყლული უბედურობის დაავადების რას ვამბობ მონაბასთან დაკავშირებით ეს არის მაცხოვრის მიერ გაცხადებული ჭეშმარიტი სიტყვები მონა არაფერს კარგავს თავის მონური ხონდების გარდა კაცი როცა გეუბნება გასხეულებული განკაცებული სიტყვა ჩვენი მაცხოვარი ხსნელი იგივე ქრისტე რომ შენ ახლა ღმერთიო ხო უტრირებული უკვე იქიდან გამომდინარე თესადებულებებიდან რომელ მონობაზეა ლაპარაკი მონობა ვის უნდა მონობა უნდა ძლავს მონობა უნდა მაცხოვრის მოზულეს ვინ არის მოზულე და მოშული ჩვენ ვიცით სახარები და ზოგადად მაცხოვრის სწავლებით მოშული არის სუთისობრის მთავარი და როდესაც ეს სიტყვები იქნა გაცხადებული მონა არაფერს კარგავს მონური ხუნდების გარდა ჩვენ უკვე ნათლად ხედავთ დღესაც რომ ადამიანებს კაც გვახვევენ აზრს თითქოს ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ ღვთისანი უნდა ვიყოთ მონა ღმერთისა ასე ერთმანეთს ეს მონა აი მონობის როცა ეს სიტყვები მონა არაფერს კარგავს გორკილის გარდა თავისასო რა და ხდება თავისუფალი ხო ამის გარდა კიდე მაცხოვარი ერთ-ერთ შეკრებაზე და თავის საუბრებში პირდაპირ ეუბნება თავის მოწაფეებს ესე იგი გვეუბნება ჩვენ ყველას ვისაც წამს მაცხოვრის ჭეშმარიტება რომ ღმერთო მამაზეც იყოს კაცთან უნდა მეგობრობა და მონობა ერთმანეთთან გამორიცხული კაცო ჩვეულებრივად თუ ავიღებთ რომ კაცი აი ხორციელ გმირი სიტყვა და ზოგადად ეს არის ის ხატება სიტყვის ჩვენში და სახე როგორ შეიძლება ესე იგი ღმერთმა თავისი გმირს მონის ხუნდი დაადოს არავითარ შემთხვევაში მაგრამ დღემდე არსებობს ინტერპრეტაციები და ინტერპრეტირებული ჭეშმარიტი სიტყვის რომელიც თუნდაც ჩვენ სინამდვილეში მაღალი ამბიონიდან იქაკაგება და ეს ცდომილებები გასწორებები და შესწორებები მაცხოვრის მოტანილი ჭეშმარიტი სიტყვის და ჭეშმარიტების არის გამუდმებული და დღემდე ესე ისწავლება და ისმება კითხვა ხო არ მოვიდა დრო და ჟანი რომ ამას ბოლოს და ბოლოს დაეშვას წეტილი იმიტომ რომ ამას დაუშვებს მამაზეციების ერთ-ერთს იმიტომ რომ მონა ვისიც არ უნდა იყოს არის მონა ის უფლებოა და ამ დროს უფლებას რომელსაც არაფრის თავისი გადაწყვეტის შესაძლებლობა არ გააჩნია როგორ შეუძლია აირჩიოს ან ერთი ამ შემთხვევაში გულისხმობ ღმერთი ყოფობას არ მეორე ეშმაკის მაშინაც ადამიანს თავისი იმიტომ რომ როცა თავისუფლება გააჩნია როდესაც უკვე ვიცით რომ მონა და მონის ხუნდია ხო დადებული მას ბორკი ის უკვე ვიცით რომ თავისუფალი თავის არჩევაში აღარ არის და ამ დროს ისმება ძალიან ძალზედ აქედან გამომდინარე ლოგიკური კითხვა ხო მაშინ რა გამოდის მაცხოვარი გვეუბნება მეგობრობა მინდაო და შეხარჭეშმარიტიო წუთისოფლის მაჰრილიო თავისუფალი ხარო სიყვარული ღვთისანი ხართო და ამ დროს ამის პარალელურად ვიღაცა აი ამას ხაზგასმით თავს გვახოს აი ამ მრუნდელ აზრს და ამ იდეომას გვადებს ამ იდეომით ჩვენ გვაყენებს ისეთ კლიშე სქემაში
სადაც ჩვენ უუფლებოდი ეს მართალია, რა თქმა უნდა არ არის მართალი. აქედან გამომდინარე, კიდევ მივდივარ შემდგომ რომ დღემდე კაცობრიობა დატოვებული. იმ სულიერ ბანკში ღმერთს უნდა ჩვენთან მეგობრობა და ვიღაცა გეუბნება არა კაცო შენ ისა რატომ ხდება ეს ისმება ლოგიკური კითხვა სწავლება ბევრია გამიგეთ ამ სწავლებაში გულისხმობ თუნდაც ქრისტიანულ მართლმადიდებულ სწავლებას რომელიც არის ხინჯით და რომელიც არის ინტერპრეტირებული მაცხოვრის ჭეშმარიტი სიტყვის ინტერპრეტაციებია მეტი არ არის იმიტომ რომ შეუძლებელია როდესაც შენ დაკვირვებით გონის თვალით კითხულობ და ეცნობი ჭეშმარიტ სიტყვას რაც მოცემულია სახარებაში იოანესთან ამ დროს ბოროტი განზრახვის შედეგია ჩემი კონკრეტულად ეხლა ესე კატეგორიული იმიტომ კატეგორიულად ისე ვამბობ ეს არის ჩემი შეხედულები და ჩემი ბოროტი განზრახულობის თუ არა და მივდიოთ ამას და ნახავთ აღმოვაჩენთ ხო ჩავუშვათ მაგრამ მე ეს დაუშვათ რომ ეს არის უნებურად მომხდარი რაღაცა მოცემულობა რომელიც თავს მოგვეხვია ჩვენ და უნებურად დაუშვათ მაგრამ მივდიოთ და დავარკვიოთ ამასთან დაკავშირებით ეს ესია თუ არ არის კერძოდ გარკვევის რა ინსტრუმენტია ხო გარკვევის ინსტრუმენტი არის ჭეშმარიტად ისევ სახარება ის წელი ჭეშმარიტ წმინდა წელი მაცხოვარი ამბობს ცათასასუფეველი მსგავსი ამისი გავები მოყვა შემდგომ ერთ საუბრებში ამბობს მაცხოვარი შემდეგს გადმოგცემს მოაქვს ჭეშმარიტი ახალი ცნობა გვახარებს რომ სასუფეველს დურსად დაუწყებს ზებნას ის ქვეშია ესეთი კაცი ამ ხნის მანძილზე 2000 წელია ქრისტეს სწავლება მოიცვა მთელი დედამიწული ადამიანი და მრავალი ქრისტიანია ხო და ჩვენ მაღალი ამბიონიდან თუნდაც სანამ სქიზმა მოხდებოდა და გაიყოფოდა რომის კათოლიკური ეკლესია ვიზანტია აღმოსავლეთის საყოველთაო კათოლიკო მართლმადიდებლური ეკლესია კათოლიკე ნიშნავს საყოველთაოს მაგრამ რომის პაპის ეკლესია εκεί დარჩა აქეთ ბიზანტიური წესით აქეთ დარჩა აღმოსავლური ძველი წესზე ვინც ვიყავთ და ვართ ხო მაშინ იქიდან მოყოლებული მაღალი ამბიონიდან სასუფეველი საშია და ასე შემდეგ ამასთან დაკავშირებით პირდაპირ ვინც გითხრა თუ აქ არისო იქ არისო ნუ დაუჯეროთ ეხლა რატო აქვს ამას ზალზე დიდი მნიშვნელობა აი თავარი აქცენტი ამ ყველაფერ ამისკენ უნდა იყოს მიმართული ჩვენი გონის თვალის რა სასუფეველი ჩვენში ჩვენ მაშინ შუამავალი არ ჭირდება გესმი რა შუამავალი ჭირდებოდა იოანე ნათლისმცემელს რომელმაც დაინახა მაცხოვარი სულიერი თვალით ხო დაინახა და განათლა თავად განათლა იმ ჭეშმარიტებაში მე სხვა თემაა რომ ის არ გავა მაცხოვარს და ის პროცესი როგორც განვითარდა ვიცით სახარებიდან ხო ნათლისმცემელს თავი მოეჭრა მაგრამ იოანე ნათლისმცემელს ყავდა შუამავალი არა ეხლა ვინმე იტყვის რომ ის წინასწარმეტყველი თუნდაც მაცხოვარი როდესაც განმარტება თხოვს ის აძლევს ვინ არისო კითხვის დასმის შემდეგ იოანე ნათლისმცემელი ზოგმა ესე რომ უპასუხარი ისო არისო ელია თეზგიტელიო მე განმარტებას აძლევს თავის მოწვევას ხო და ის წინასწარმეტყველი და ესე ლამის აი თუ შეეულობის და წეულობის პრიზმიდან შეხვედრა ამ ყოველივეს ყველა სხვა არც სულიერი პოტენცია რა თქმა უნდა ამ კუთხით არიან წეული მრავალი რჩეული მცირედ მაგრამ ყველას აეძლევა ამ ჭეშმარიტი სიტყვით განათვლის შესაძლებლობა
ჭეშმარიტებაში დამკვიდრება. რა თქმა უნდა, რჩეულის ხვედრი და ტვირთი უფრო დიდია და მძიმე, ვინმე ჩვეულებრივად წვეულის. წვეული მრავალი ჩვეული მცირე, ესეა განაცვლება. რა თქმა უნდა, არსებობს როგორც სულიერ სამყაროში არსებობს იერარქია, ისევე არსებობს კაცთა შორის. მსგავსია იმ სულიერ სამეფოს. მსგავსია, მაგრამ არატოლია. ეხლა უბრუნდები ისევ, აი ამ თეზად დებულებას და აი ამ მოცემულობას. სასუფეველი თუ ჩვენშია, ესე იგი თუ ადამიანი მოწოდებულია თავისი ცხოვრების წესით, თავისი აზროვნებით, თავისი სულიერით და თავისი გულით, ხო? გონით არის ერთი და ის ემსახურება სწორედ ჭეშმარიტებას, მას არაფერი შუამავალი არ სჭირდება. არ სჭირდება შუამავალი. ესმით? და ამ დროს თავს გვახვალს რაღაცა აზრი, რომ შუამავალი სჭირდება და შენ არ გესმის მისთვის. შენ არ ახალ გამეცნიერებული ამ საკითხებში და აქედან გამომდინარე არც წერა იცი, არც კითხვა იცი, არც აზროვია დაში, მაგრამ ამ დროს გვეშველება ისევ აზრი ჩვენი მაცხოვრის. ვისაც ყური აქვს მენად ისმინოს. ესე იგი, ვისაც ყური აქვს, ესე იგი შეულით მიმართავს. შემდგომ სული ჩობილი, სულია, ხორცი ჩობილი, ხორცია. სული ჩობილი ნიშნავს, რომ გონი, იგივე ლოგოსი, იგივე სიტყვა, იგივე ნებისმიერ ადამიანში, ნებისმიერში, გინა წოლში, გინა რჩეულში, არ აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ ჩვენ შექმნილი ვართ ღვთის ხანად, კაცი, მამაკაცსა და დედაკაცი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის ჭეშმარიტი, წეული მაც და იგივე რჩეულა პირველ ყოვლისა. ის სიტყვა, რითაც ჩვენ მივიღებთ ამ ნათელს, იგივე მართლს. გამიგეთ? და ამ დროს თავს ეხვევა და მოეხვია და ეს მოხდა ნიკიას კრებაზე. ნიკიას კრებაზე მოხდა. ნიკიას კრებაზე ძალიან ბევრი საკითხები გადაიჭრა. არა მარტო სულიერების, უმეტესად საკითხები ეხებოდა წმინდა წყლის პოლიტიკას, მართვას. მაგალითად, პირველი ჩვენი მაცხოვრის ქრისტიანი თემები, რომლებსაც ნოზარეველება და ნაზარეველება იწოდებოდნენ და ასეთად მოიხსენიებდნენ, ცხოვრობდნენ თემში. თემურიც მეურნეობა ჰქონდათ, გააჩნდათ. ისინი ეცნობოდნენ ვინც ციგნიერებაში, ციგნი იცოდა, ვინც კითხვა იცოდა, წერა იცოდა, წერილებს გადმოცემებით და ასე მყარდებოდნენ ღვთის სიტყვაში. ჭეშმარიტებაში და ისინი ერთეულივად ეწეოდნენ მეურნეობას. ვისაც რა უნდოდა დაუშვათ, იგივე ხამლი უნდოდა, ჩასასვლელი უნდოდა, ის მიეცემოდა, მაგრამ ის თავის შრომას, თავის სულიერს თუ ხორციელს აძლევდა ისევ თემს. ეს აღწერილია, ხო? და პირველი რა არის სიტყვა თემი ლათინურად კომუნა. ესმით? უჯრედი, რომელიც მონათლობრივ წყობილებისთვის ეს იყო დამღუპველი. წყობილებისთვის იყო მაშინდელი ეკონომიკური, საზოგადოებრივი ეკონომიკური ფორმაციის ეს იდეოლოგია იყო დამღუპველი. ესმით? და დაღუპვა კიდევ და დიახ, რომ არა იყო მთელი რიგი გამოყოფილი ამის ცნობები უკვე თანამედროვეობაში გვაგვაჩნია რომის იმპერატორი მარკ აურელიუსი, რომელიც ამ ცნობებს ესწრებოდა განიხილავდა ის რომში მაგალითად არ ცხოვრობდა და მისმა დიშვილმა მოაკვდინა იმის გულისთვის, რომ მან კარგად განჭვრიდა რომის დაცემის გარდუალობა და ის აპირებდა სწორედაც ამ ახალი სწავლების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას. უბრალოდ ეს საკითხი გადაიჭირა და ბოროტად მოაკვდინა თავისი ბიძა.
ალალიბიძა, რომელიც კონსულზე ცხოვრობდა და ეს მართალია იმპერატორი იყო, მაგრამ რო გაეცნო თავად ფილოსოფოსი გახდა, რო გაეცნო რომისა და მაშინდელი ადამიანისა, რომის იმპერიაში ცხოვრებისა. იმიტომ რომ ის რომი იყო ჩაძირული უმსგავსებაში, უზნეობაში და ამორებში შემოკარგებული. და მე კარგად იცით რომ რომი მას შეწყვიტა არსებობა, ხო? მაშინდელმა რომის იმპერია. განახლებული ფორმატით მოევლინა. დაიწყო ბნელი საუბრობი. უბრუნდების სექტებს სიტყვა კომუნა მიუღებელი იყო მართლისთვის. აი ეს სოფხედველობა, ეს უკანასკნელი, ეს სიტყვა ჭეშმარიტება. ვინაიდან ისინი იყვნენ პარაზიტები. და პარაზიტებს არ უნდათ პირველობის დათმობა. და ეს რომ ესია, გახსოვთ ხო? როდესაც მაცხოვარი შედის იერუსალიმში აკრაზია საუბარი. მაცხოვარზე აღწერებენ ხმებს, რომ ის არის მეფობის მოსურნე და მეფე და აქედან გამომდინარე არსებული ხელისუფალისთვის ის არის პირველი მტერი, დუშმანი ესე ვთქვათ. და თვითონ მისი დაბადებაც ხომ პოლიტიკური აქტად იქნა აღქმული მართლისა განი. ეს იყო ჰეროდე დიდი, ხო? ვინაიდან მოუგნი რომ მივიდნენ მასთან ეს პირდაპირ მიხვდა, რომ ამ დიქტატორს, უზურპატორს იმ დინასტიისას, ვინაც ამ დროს იქნა ბაბილონიდან გადასახლებული ებრაელების შემდგომ მეფე, აი ამ შტოში ექნებოდა მას საფრთხე. ხო? ხო ეს ფაქტი. ნუ ქრისტეს ოჯახი იძულებული. ვინაიდან და კიდევ გავიხსენებთ, რომ მაცხოვარი სწორედაც დავითის თესვია. დავით წინასწარმეტყველის, როგორც მარიამის მხრიდან, ისე იოსების მხრიდან. ნახეთ შემდგომი სახარებებში მისი ეს გენეალოგია აღმოვაჩენთ, რომ მაცხოვრის დაბადება ეს არის ღვთაებრივი მოვლენა, მაგრამ ჩვეულებრივ ყოფით ცნობიერებისთვის გასააზრებლად და დასარწმუნებლად ეს არის სწორედად დიდი პოლიტიკა, რომელიც პოლიტიკა უკავშირდება მართვას, სახელმწიფოებრიობას. ესმით? აქედან რა იკვეთება ამ თემებში პირველ ყოვლისა, რომ ეს ადამიანები არიან მართლაც პირველი კომუნისტები. აი კომუნისტური იდეოლოგია კარლ მარქსმა დავალი ასეული საუკუნის შემდგომ თავის იდეოლოგია რომ შექმნა ეს ანტი-სიტყვა, მაგრამ ანტი-სიტყვა რას ნიშნავს? ანტი ნიშნავს სიტყვას იყენებს, მაგრამ მე რაღაცას სვლის და აღწევს ჭეშმარიტებას. აიღო საფუძვლად მაცხოვრის მოტანილი სწავლება. იმ პირველი ქრისტიანების ცხოვრების წესი, მეურნეობითი წესი. ესმით? უბრალოდ მან თავისი სახრალი პოლიტიკური ხრიკები ჩადო ამ იდეოლოგიაში, თორე სინამდვილეში ეს აი. ეხლა რა იყო პირველი? ესეთი თემები ცხოვრობდნენ, ეს თემები თავისთვის არა ხელისუფალს არ ეწინააღმდეგებოდნენ და კარგად მუშაობდნენ ამ ეს თემი, სადაც ცხოვრობდა ის იმ პატრონისთვის და იმ ბატონისთვის და იმ ეს იყო ძალიან კარგი შემოსავალი, რენტა კარგი იყო, იმიტომ რომ კარგი მუშები იყვნენ, კაცო და მათთვის ესე და შემოსავალი კარგი იყო. მაგრამ ეს დახეს რომ კაცო მართვა ამათი ძნელია. ლომებს დააგრეჯინეს, გლადიატორებს ახოცინეს. კაცო, არა, თუ ამათ მენას არ შეეხები, მაგრამ ესე იგი, ეს მეორე მხრივ, კაცო, ხო შეიძლება გამოიყენოს საჩვენო. როგორ გამოიყენებ, კაცო, წმენით არის ადამიანი და ის უხუცესი, ვინც მართავდა თემს, სულით ეძლეოდა ეს ჭეშმარიტი სიტყვა და ის ყველა ხდებოდა, რომ ეს არის ნამდვილად ღირსი, რომ იყოს ჩვენი უხუცესი. აქ შეუძლებელი იყო. ანუ სელექცია იყო. ხო, რა თქმა უნდა. და აქედან გამომდინარე, ამათთან შეღწევა იყო ძალიან რთული. მაგრამ სპეცსამსახური და სახელმწიფო ის არის, რომ რაღაცა ის არ მოძებნოს. თან კიდევ აქ რა არის თავარი? აქ არის თავარი ის, რომ მაცხოვარი თქვა ძველად ეს არის სრიო ბორჭო და აი ეს ადრე ხო გახსოვთ თეატრებზე იყიდებოდა ესე იყო დაიხადა ამავე როცა მაცხოვარი გააყრეს ჯვარს ის ფარდა ჩამოიხა სამბელის ფარა
გეცამბელი ჩაიქ. იმიტომ რომ დიდი ცოდვა ჩაიდინა მაშინდელმა სინოდრიონმა, მაშინდელმა ვითომ მიუდეველებმა, რომლებზეც თქვა, თქვენი მამაო დასამამიდან კაცისყრელიო. ეს უკვე იმაში იოანეს გამოცხადებაში წერია და მაცხოვარმა თავად უთხრა მათ ამ სინოდრიონზე, აი ამ სამჯავროზე, როდესაც ძალად იქნა მიყვანილი დატყვევებული ჩვენი მაცხოვარი, რომ მამა თქვენიო დასამამიდან კაცისყრელი და სიცრუის მამა ჭეშმარიტებაში ვერ დამკვიდრდა. კი ბატონო. ხო, ესე იგი, ეს სინოდრიონი მოქმედებდა სწორედაც მოშურნის იგივე წუთისოფლის თავის ჩაგონები. იმიტომ რომ ისინი იყვნენ სატანის მსახურები. ეს ფაქტია. ამ მღვდელმთავრებს რამოდენიმე მღვდელმთავრის გარდა, ვინც ფარულად იყო მაცხოვრის ჩვენის მოწაფე იოსებ არიმათელი და ნიკოდემოსი. აი ამათ გარდა ყველა იყო სატანის მსახური და თვითონ ეს სატანისტები ვერ იტანდნენ ჩვეულებრივ ებრაელებს, ჩვეულებრივ იუდეველებს, ზემოდან უყურებდნენ. რომთან თანამშრომლობდნენ, იმათ თხოვდნენ, რა ქვია, ყველაფერი იუდეურ წესის შესრულებას და ამ დროს თვითონ თანამშრომლობდნენ რომის პროკურორთან, ადმინისტრაციასთან და ყველაფერი. იმათ დასანახად თვითონ იუდეველები იყვნენ, თვითონ ჭეშმარიტების დამცველი იყვნენ და იმათთან კიდე ჩვეულებრივად ილხებდნენ. რა იყო მთავარი? რიტუალის შესრულება, წესი რიტუალის. მაცხოვარს ჯერ დაიბადა ხუროს ოჯახში. მისი მამა იოსებ ხურო იყო, თვითონაც პროფესიით იყო ხურო. ხურო ნიშნავს ბულგარს, აი ხეზე მოიცვა, ხეზთან მუშაობს. ჩვეულებრივ ეს იგი მაცხოვარმა მე თქვა განახარა, უბრალოდ კაცის ოჯახში დაიბადა. მეორეს გაგებით, ყველა რო გაიგო. ჩვეულებრივი მუშა პროლეტარი იყო. თუ ყოფით ჩამოვაშორეთ და ვინმეს რო არ ეწყიოს რა, განვიხილავთ რა, დაშვებას ვაკეთებ იმ ათეისტებისთვის. თუ განვიხილავთ, რომ ღმერთი არ იყო და უბრალოდ, მაშინ უნდა შევხედოთ რა არის ის პროფესია. ჩვეულებრივი მუშაობა. ხელოსანი კაცი იყო, ბურგალი იყო, ხურო. მამამისი ხურო იყო. დედამისი ჩვეულებრივი ოჯახში დაბადებული ადამიანი იყო. ესმით? და მაგრამ ახლა ამ ჩვეულებრივ და ასევე არაჩვეულებრივ ერთდროულად ესეთი პარადოქსი იკითხება სა ეს წერილში წერია ეს პარადოქსი კაცო მაგრამ ეს ზოგიერთი მატერიალისტი ამ იგივე ესა იდეალისტი ერთი და იგივე საკითხს რამოდენიმენაირად უყურებს ან ძალიან აიდეალებს და მარტოსულიერებს ხარეს ხედავს. ან ძალიან აიდეალებს და მატერიალებს და სულიერ საერთოდ ვერ ხედავს. არა და ეს არის ერთად დასანახი. ამიტომ პარადოქსი. მაგრამ უმთავრესი რას უბრუნდები იმას, რომ მაცხოვარს დაბადებულს ჩვეულებრივ ოჯახში და ასევე არაჩვეულებრივ ოჯახში, არაჩვეულებრივ რა გაგებით, რომ ის მართლაც დავითის ფესვი იყო. და ეს რომ დავითის ფესვია, ამის დასტური არის ის, რომ ხუთშაბათ დღეს, როცა პასექის დღესასწაულისთვის ავიდა, მაცხოვარი იერუსალიმში პასექის დღესასწაული ნიშნავდა საფლავებზე ყველას გასვლას, როგორც მოგეცენება. ჩვენც რომ გავდივართ, ქრისტიანული ეს მამა-პაპათა საფლავებზე გავდივართ და იქ წესს ვიცავთ და აღნიშნავთ წინაშვილეულში. დია. მსგავსად პასექი და ეს პასექი ებრაული რელიგია. მე ჩვენთან გადმოკატავდა უკაცრავად ჩვენ აი ამ იმაზე პასკა რომელიც ხო ეს ხო და პასკასაც ესე იგი პასკას რუსები პირდაპირ ეს პასკას აწყვობენ და ჩვენ კიდე კვერს ვეძახით ხო იგივე ქართველებმაც მე რუსებთან მიმართებაში პასკა დაუძახეთ ამ თვილნაცხოს კვერს თვილკვერს ავიდა სადავიდა ჩემო კარგად დავით წინასწარმეტყველის საფლავს ეხლა როგორ ფიქრობთ იქ ის მღვდელმთავრები რომ არ იცოდნენ რომ ეს კაცი
დაუმსახურებლად კი არა, სწორედაც მისი შთამომავალი რო იყო, იქ იმიტომ აღნიშნავდა დავითის საფლავზე, ამ პასუხის დღესასწაულს, იქ ვერ დაატყვევებდნენ. იმიტომ რომ იმ საფლავების გვერდზე მარტო დავითის გაყენებულად ხო არ იყო, აკადემიაში და მავზოლეუმში ხო არ იყო დავითი დაკრძალული. ჩვეულებრივ სასაფლაოზე იყო, მაგრამ იმ საფლავებზე ყველა თავის წინაპრის საფლავზე მიდიოდა. ვერ დაატყვევეს მაგითო. ვერ დაატყვევეს მაგითო, ჩემო კარგებო, ხო? ესე იგი, პირდაპირ გეუბნება, რომ ეს მაცხოვარი დავითის ფესვია, ცისხლის კაშკეშა ვარსკვლავი. ესმით? მე რომ ის ამ ზიმის, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ის მოგოება მას მიუტანეს, გუნდური, მური და ეს ოქროს. ეს ყველაფერი ატრიბუტებია, ესე იგი, მეფური რეგალიებისა. ეს მოუტანეს. ლაუგუნდები მაცხოვარს არაფერს შეუტარებია რელიგიური რიტუალი. დიახ, არ ჩაუტარებია. ერთადერთი თუ რიტუალად შეიძლება რელიგიური რიტუალად, რა რიტუალი იყოს? არც არაფერი. მე ერთ-ერთი მეძავი ქალი იყო, როდესაც მიგვარეს იმის გულისთვის გამოეჭირა და მე ხო გახსოვთ რას ეუბნება, რომ ვინცა უცოდველია იმან დაკრას თავში ქვა პირველი და ყველა გაიფრინდა. და ამ პერიოდში ის ქვიშაზე იჯდა და უბრალოდ რაღაცას ხაზავდა. რას უნიშნებს წერდა. ის თავისთვის იყო, მე აცია თავი რა. წავიდნენ და მე ის უციტყვები. იმის მამიდას ჩემ ბატონო ზურაბო მაცხოვარი რიტუალებს არ არის. ეხლა თემში შეხწევის რა იყო? უმთავრესი. რომ აი ეს სისტემა სქემა დაეკრა. თემში შესწევრი იყოს, რომ იცით რა ჩვენ მაინც იუდეველები ვართ. იცით რა ჩვენ მაინც ქრისტიანო ჩვენ კი მივიღეთ, მაგრამ იქნებ დავიცვათ აი ეს რაღაცა წესები კი გადმოვიღოთ რა იუდეული რაღაცა რიტუალები კაცო. ამიტომ რა ჭეშმარიტი სიტყვას არავით არ არის მაგიური, არა და ის იუდეველების ის რელიგიური წესები სულთა მაგია იყო. მაგის გარეშე იმ სასწაულებს ისინი ვერ ახდენდნენ. და ვინც ამ სასწაულებს ახდენდა ამ მაგიური რიტუალების მანიპულაციების გარეშე ისინი იყვნენ წინასწარმეტყველები და ყოველთვის ამხელდნენ ამათ არონის დაუმალვას. ესმით? საჯულებს და მსგავს მათგან ადამიანებს. ესმით? ისინი ძალა ჰქონდათ მეთის და შემოიტანეს რიტუალები. რაც მიიჩნევთ თქვენ და უშუალოდ ბრმისთვის თვალის სახელის საქმეა საკითხს. მიცვალებულის დასასრულების თვალის საკითხს. გარკვეულად თქვა რიტუალად არ ჩაითვლება თქვენი ასე. არა. არავითარ შემთხვევაში რიტუალი არ არის. ეს არის ღმერთის ნება და ღმერთის ეს ძალა რომლითაც ის გამოავლენს თავის ნებას. იქ ყველაფერი არის სიტყვა. იქ ყველაფერი ეკრძო, თუნდაც საიდუმლო სერობა, თუნდაც მისი ყველა ქადაგება, ყველა იგავი, ეს არის სიტყვის საიდუმლო. და ეს სიტყვა კიდევ თქვენ ხართ გითხრა მაცხოვარმა. ჭეშმარიტი სიტყვა კაცის, რომ ბოტანიკური მაცხოვრის მიერ განკაცებული სიტყვისა ეს არის რომ სიტყვით ხდება და არა რიტუალით, მაგიური რიტუალით, რაღაცა დამხმარე საშუალებებით. და არ მნიშვნელობა მაგიური რიტუალით, თეთრი იქნება თუ შავი. ორივე ზუსტ ღმერთს. ერთიც და მეორეც. ასევე არა თუ სიტყვასთან და სიტყვის საიდუმლოს ნაზიარები კაცისთვის, ასევე პირდაპირ მოწოდება რა, რომ მათ თავის ეს გაბრაზება თუნდაც რა ეს ბოროტად არ გამოიყენოს თუნდაც თავის ახლობელს მიმართ როცა მინდიან და ეკითხებიან რამდენჯერ ვაპატიო თუნდაც რა კარო უწოდა სადა ეს არის ყველაზე სალანძღავი სიტყვა იუდეველთათვის რა რა ნუ გიჟი შლეგი და ზიო მოჭუი და გადასული რომელშიც დემონის სულია რამდენჯერო და 777-ჯერო პასუხობს ჩვენი მაცხოვარი მაგრამ პასუხობს მოყვას მათთვის მაგრამ დემონებს სხვანაირად ეცემა ღორის კოლჩი მიაბრძანებს ჩვენი მაცხოვარი. ესმით? ღორის კოლჩი, რომელიც კოლტის მერე გადაეშვება თხემიდან და დაიქჩუთა თვითონ. იმიტომ რომ ისინი დემონები არიან.
ბატონო, ძალიან საინტერესოა ასე ვთქვათ, სულიერ საკითხებზე საუბარი. რამდენად გასაგებია საზოგადოებისთვის ეს კიდევ მეორე საკითხია. რა თქმა უნდა, თქვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს გასაგებიერით ვთქვათ, მოუხმოთ საზოგადოებას. ოღონდ აი ეს დემონები, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაესწრა შემოსეული, ხო, ფაქტია. აი სწორედ ეს პროცესი მიდის მე ვკითხეთ. ძალიან რვა პასუხი იყო თქვა სწორედ სულიერი პლანიდან გამომდინარე. მაგრამ აი ამ დემონებს აეშველებათ, რომლებიც ფაქტიურად წყალები ჩახდება, წყალები მოხსნა. აი ამ საკითხებს რა ეშველება? როგორ გავაკვირდება ჩვენი ქვეყანა, როგორ გავაკვირდება? მინდა თემასაც შეეხოთ, იმიტომ რომ ჩვენ პრობლემია აქვს. ძალიან მარტივად გეტყვით შემდეგს. ერთადერთი ბატონე აკაკი ჭურჭაძე, როგორც საზღვრო კაცი, მისი მოღვაწეობა, მისი თავდადება ჩვენი ერის და მედიცინაში განსაკუთრებული გამოკვეთილი ის გახლავთ, რომ მას უნდა ყველას ხსნა და გადარჩენა. ამასთან დაკავშირებით მაცხოვარს აქვს შემდეგი სიტყვები, რომ გაიყოფა ორნი იქნებიან ერთგულზე ბოლო ჟამში. იგავი მოყავს ყველაზე კარდინალური ბოლო ჟამისთვის აი ესე წყალგამყოფი იგავი სათასაზრდოების გავსიო პურის ხანის. პურის ხანის ხანის პატრონი არის ჩვენი მამაზეციერი, ანგელოზები არიან მიწის მუშაკები, იქიდან ხორბლის და აღმოცენებული ნაყოფი ხორბალი ისევ ადამიანია, მოშურნესაგან იგივე ეშმაკისაგან ღვარძლის ჩათესვა და იმ ღვარძლის თესლისგან აღმოცენებული ღვარძლის სარეველა ბალაკი ისიც ადამიანები არიან, საყლის უფალი და მომკალმი და ასევე ადამიანები არიან და ვიცით რომ ამ დროს გადაიყოფა ესე იგი აქეთ ხორბალი დაბინავდება, აქეთ სარეველობა და ისინი დაიწვევიან. ესე იგი პირდაპირ ორნი იქნებიან ერთოზე, ერთი წარეთაცება, ერთი გადაჭი, ორნი იქნებიან, ესე იგი 50-50, ერთადერთი მაცხოვარი თავისი საყვარელი მოწაფის იოანეს პირით და საშუალებით ვამცნობს თავის იონეს გამოცხადება აპოკალიფსში, რომ 2/3 გადარჩება, 1/3 მოიწურება. ესე იგი 50%-ზე უფრო მეტია 2/3 მოცემულობა. მაგრამ რაც შეეხება 100%-ით ყველას გადარჩენას, პირდაპირ ეუბნება მაცხოვარი და გვეუბნება ჩვენ. უკეთური და მოდმა ელის სასწაულსო, მაგრამ სასწაული არ მიეცემაო, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულს. იონა წინასწარმეტყველის სასწაული სწორედაც იმაში მდგომარეობს არსი. მთელი შინაარსი, დედოასი, რომ იონას პირით 40 დღეში რომ დაიღუპებია. კი ბატონო. ეს ცნობა უდრ და ვაჩხარებ, იმიტომ რომ ჩვენ დიდი დრო არ გვაქვს. ესე იგი მიიღეს ცნობად, მოინანიეს, მეფე ჩამოვიდა ტახტზე, ნაცარი დაიყარა თავზე და გამოსა გაკარკულები და რა შეხედა ღმერთმა მათ აქციას აღარ იყო ისბოროტი, რასაც უპირებდა, მაგრამ ეს გააკეთა ღმერთმა იმისგან, იქიდან გამომდინარე, რომ მათ დააგდეს ბოროტებისა და მოინანიეს. ამიტომ 100% გადარჩა. მაგრამ ეს შანსი საქართველოსმა ერმა როგორც თუ შეუძლია ქვეყანა გაუშვით ხელიდან და ბატონი აკაკი სწორედ 100% გადარჩენაზე მუშაობდა. ამ შემთხვევაში ძალაში რჩება 50-50 და 2/3 1/3. აი ეს ორი ვარიანტი. აი ეს რაც ეხება იმ 50%-ს, ან კიდევ 1/3-ს, იმათი ბედი ძალიან ცუდი. აი ამას ვადევნებთ ზაზგულის წუთისოფლის თავისგან დასმულია ყველა ხელისუფალი. სოფლიოში ვინმეს გეწყინოთ, გინდა გეტყინოთ. ესია საქმე. კაცი ხელისუფალი თუ ღვთის მოშიშობით, ღვთის მე ეს სიტყვას ცოტა ისე მოშიშობ. თუ ღვთისმებით არ არის, ღვთის საქმეს და ღვთის განგებულობით არ მოქმედებს, ხო? ის მაშინ მოქმედებს მისი ნაცვლად, ხო? ფაქტია. ამასთან მიმართებაში როგორ განვასხვაო ჩვენ უბრალოდ მოგდავმა და მოგდავებმა
ხელისუფლება ასეთი კაცია თუ ის ხელი აყოფით შეიცვალა. უნდა გითხრათ, რომ ის დრო, როდესაც ბატონ ედვარდ შევარდნაძე იყო პრეზიდენტი, ყველაფერი იყო მზად მართვის პოლიტიკური სისტემა. მაგრამ დიდმა ნაწილმა იმ ადამიანებისა, ვისაც ხელით იწვებოდა ამ გადაწყვეტილებაზე, გადაწყვეტილების დაბლოკვაზე ხელი, გააკეთეს ის საქმე და არ მოხდა ის, რაც უნდა მოხდარიყო, რომელიც იყო უმეტესური ქართველის 1,900,000 ადამიანის მიერ გამონხატული ხელმოწერით ეს ნება, რომელიც იყო გამტკიცებული ეროვნული ყრილობით და ეს ეროვნული დოკუმენტი ჩვენ გადაგვაახრიწეს თავზე, მაგრამ დღემდე რჩება, ვინაიდან უცვლელია ამ დოკუმენტის ძირითადი დებულება, რომ უნდა შეიცვალოს საქართველოში საზოგადოებრივი ეკონომიური ფორმაცია. რომ ქართველი არის მასპინძელი, ქართველს ეკუთვნის, ქართველს ეკუთვნის მატერიალური და სულიერი, მატერიალური და არამატერიალური ქონება და მისი უცვლელი პატრონი არის ქართველიერი. ამის საფუძველზე უნდა შეიცვალოს წესწყობილება. უცვლელია ის, რომ უნდა შეიცვალოს მართვის პოლიტიკური სისტემა. ვინმეს მოსწონს თუ არა. უცვლელია ის, რომ საგარეო მიმართულებაში, საგარეო ვექტორთან მიმართულებაში საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო განსაკუთრებული სტატუსი. ეხლა დაუბრუნდები. მასულის ხელი აყოფით იცნობა. აი ეხლა ვინც იმ გადაწყვეტილებას ხელი შეუშალა, ღვთისნებას ხელი შეუშალა ქართული ერის უმრავლესობის გადაწყვეტილებას ხელი აუქნია უშნოდ. ეს ადამიანები ყველა იყავით დასჯილები ბატონო. მაგრამ ის დამსჯელი აპარატი რეპრესიული რო ჩაირთო მაგალითად არ დაინდო თუნდაც ჩემი ბატონი ჩემი ძვირფასი და უახლოესი მეგობარი რა ქვია ბატონი ზურაბი იმ დოლაბის ქვებში ბატონი ზურაბის მოყვა და არა მარტო ბატონი ზურაბი ჩვენ ყველანი მოვხებით აგერ ჩვენ ამ ოფისთან გენერალური დივანი მოგვიკლეს კვლელების არაერთის მოუგზავნილად მაგრამ ეს ყველა დემონსტრატიულად გააკეთეს ჩვენ განა დაცულები ვიყავით ფიზიკურად და რო არ ვიყავით აგერ მოგვიკლეს გენერალური დივანი და ერთ თვაზე ამ კვლელმა გურამ შარაძემ უკლა ერთი თვის თავზე 19 აპრილის გელამბერაძე მოკლეს და 20 მაის ბატონაკაკის დაბადების დღეზე იუბილეზე მელიქიშვილის გამზზე იგივე კვლელმა წუთისოდეს გამოაშალა დიდი პოლიტიკოსი და დიდი ქართველი მოღვაწე მეცნიერი პროფესორი აკადემიკოსი გურამ შარაძე და აქედან გამომდინარე მე იმის თქვამიდა რომ ჩვენც არ დავაჩვით იმიტომ რომ რეპრესიული მანქანა ეს რომ მუშაობს ეს არავინ მე ის აღარ ინდობს ის ვინ გადარჩება ვინ არა ყველანი დაისაჯნენ ბატონოს და იმ ადამიანების ხელით დაისაჯნენ ვინც მოვიდრე მიშა სააკაშვილის ხელმძღვანელობით და მიშა სააკაშვილი იმიტომ იყო დაშვებული ხელისუფლებაში მაღალი მერტის გზაზე რომ დასჯილი იყო ის ადამიანები ის უკეთურები აი იგავია ცარცასასუფეველებს გავშევა როდესაც პატრონი გადაწყვეტს საქორწინოს ცერობას და დაუძახებს რა და ყველა ზოგი იმართლებს მე ჩემს სადახლოშიო მე ჩემს ემაში იგივე სავაჭროშიო მე ჩემს ვენახშიო და დაუძახებს ისა გადით და უხმეთო კეთილსაც და ბოროტსაც და გავიდნენ და მოიყვანეს და ერთ-ერთს რო ჩამოიარა არ ეცვა საქორწინოს სამოსი თურმე ეს ბოროტისა მათ კეთილსაც უპოვარს ყველა როგორ ეცვებოდა მათ ხوارს ეხლა საქორწინოს მაგრამ აქ არის საუბარი იმ გასპეტაკებული სულით არ მივიდა ის კაცი და გააკეთეს ის გარესკნის მრეში სადაც არის კლიენტავჭენა აი ეს ბატონი იმიტომ შეინარჩუნა რომ დაჟილიყნენ ის ურჩევი და დაისაჯა მაბადე ჩარეცხა ინტელიგენცია მიშა სააკაშვილი ეს მძლავრები აკადემიკოსები პროფესორები ერისთვის მოამაგენი ადამიანებს ავტორიტეტები გაუმურდა ღმერთმა ვის მიშა სააკაშვილის ხელით ასევე მიშა სააკაშვილის ხელით
ეკლესიაში დაბრუნებულმა ადამიანებმა გამოამჟღავნეს თავისთავად და დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს დედა ეკლესიას. მიშა სააკაშვილის გამომჟღავნდა ის უკეთურობანი, ის მსგავსებელი, რა ჩვენს წიაში ხდება. გესმით? და ეს დაიჯა ამ კუთხითაც დღემდე მიმდინარეობს და ესე იგი თავის მოჭრა იოანე ნათლისმცემლის და ამ კუთხით ვითარდება. ვიტყვით ფიზიკურად ჩვენი ხორცი ესე თუ ვიტყვით ჩვენი ეკლესია მართლმადიდებლური ქართული ეკლესია ვინც ამ ფუნქციას იღებდა და მისი საჭიროებელი ამ შემთხვევაში ჩვენი უწმინდესი პატრიარქი არის ფიზიკურად აი სული მოცემულ აი ამ ჩვენ ყოფიერებაში მოცემულობაში სულიერად იგივე იოანე ნათლისმცემელი მიმდინარეობს ჩვენი ნათლისმცემლის თავის მოჭრა ეკლესიის მაღალი იერარქების მე არა მე ხო იცით ჩემი პოზიცია ასთან დაკავშირებით ყოველთვის ვიცავით მე და ბატონი ზურაბი ჩვენს პატრიარქს და ჩვენს ეკლესიას ეკლესიის სიწმინდეებს ვიღაცა კი გვაბრალებდა ამ დროს რომ თურმე ჩვენ იოღოველები და სექტანტები და კიდე ერთ სიტყვას გვეძახდნენ ძლეველებს აღარ მინდა ირითმება სიტყვა მძლეველი აი ესენი ადამიანები და ეს ადამიანები ვინც ჩვენ ასეთად გვასწრდნენ გვაბრალებდნენ ცილსახტამებდნენ აღმოჩნდეს სწორედაც იუდეველი რომლებიც არ კი არიან იუდეველი არიან საკრებულო სატანისა და დღეს ამათ ამხელენ სხვა პოლიტიკოსები სხვა საზოგადო მოღვაწეები რომლებსაც თქვენ ჩემო კარგებო თუ დაუკვირდებით ისტორია მათ ბიოგრაფიას გადახედავთ ისინი არ არიან ლიბერალები მაპატია ლიბერასტები ისინი არიან ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები და ამხელენ სინოდში დაბუდებულ აი უკეთურობას რაც დღეს ჩვენ სინამდვილეში ხდება ეხლა ბრუნდები ეხლა ჩვენს ხელისუფალს ამ ხელისუფლებამაც სანამ იყო მიიღო ესეთი უმსგავსო კანონები უზნეო კანონები მაპატიეთ და უკაცრავად კონდომები ეხლა ვინც იცით გაიგებთ რა კონდომები პირველი სესია მოაწყო როცა 2012-ში მოვიდნენ არჩევნების პირველი კონდომებზე მიიღეს ბუსუსიანი იყოს თუ უბუსუსო და ამ დროს ზოგიერთი ამხანაგი პარტიული ჩვენი რა ჩოხით უნდა იარა თურმე პარლამენტში და მანდილოსნებს კიდე ლეჩახი უნდა დაეყურებინა და ესეთი ადამიანები ამ პენჩიის ხაზზე ამ უგვანო რა ქვია მაპატიე საკანონო შაბაში მონაწილეობა მიიღეს ესმით მაგრამ ძალდატანება იყო დიდი გარე სახელმწიფოსგან რაც არის თუნდაც სახელმწიფო ისრაელის სახელმწიფო რომლის ვასალურ და ყმურ დაქვემდებარებაში ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი όμως ამ ისრაელის სახელმწიფოს თავად ებრაელი კი არ განაგებს კაცო ებრაელი საცუდავი ებრაელი ერიკი არ განაგებს სიონისტები განაგებს მართლაც ის საკანისტები რომელიც 2000 წლის წინ მაცხოვარი ჯვარს აწვს რომლებმაც თავის საცისები თელ დედამიწაზე შემოხვდეს და ეკაჩებიან კონცლაგერში, რასაც ქვია ციფრული კონცლაგერი, რომ დასვან მათ რიტუალი შეასრულონ და დასვან ანტიქრისტე. აქედან გავუდგენთ ჩვენი ხელისუფლებამ, როცა ეს პერიპეტიები ჩვენ სამეზობლოში იქ შეიცვალა, ისარგებლა, ვისარგებლეთ და ნერვიდნელად უკვე გადავდით ნაბიჯი, თანმიმდევრული ნაბიჯები, პოლიტიკური ნაბიჯები ქვეყნის სრული სუვერენიტეტისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ. მართალია მოგზაურებულად, მაგრამ სხვანაირად ესე როგორც იტყვიან 7 მილიონი ნაბიჯებს ვერ გადავდით. ამის ნათელი მაგალითია, რომ აღადგინა მთავრობამ სამშობლოს მუხლის ღალატით, დაიწყო გამოძიება, ჩემო კარგებო, წინარე ხელისუფლების უმგავსი საქციელის მართლა სამშობლოს ღალატისა, იბარებს შექმნილია საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და ძალიან კარგად მუშაობს, უყურებთ, უყურებთ და ძალიან სიამოვნებს, ხო? ამ კითხვებზე, რომლებიც ისმება, მერე იმის კვალიფიცირდება და დაკვალიფიცირდება და თავის შესაბამისი სამართლა წარმოებაში ჩაეშვება და ისინი მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. ეს ერთი. მეორე რაც კარგია საგარეო პოლიტიკურ ვექტორში აი ეს ხელისუფლება ეს პარლამენტი ვერ ამოიღებს იმ კონსტიტუციაში ჩაწერილი იმას
რომ ნატოში სწრაფოა ჩვენი, არა და ეს ამოსაღებია, მაგრამ ვინაიდან ქართულის უმრავლესობის ნება ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსის ერთ-ერთი და მოცემულობა და რეალური ვითარება ქვეყანას და არსებულ ხელისუფლებას აჩვენებს, რომ ქვეყანა მინიმუმ უნდა იყოს მიუმხრობელი, ნეიტრალური. და ხედავთ, რომ ნაბიჯები იდგმება რუსეთთან ესა ურთიერთობების აღდგენის. ძალიან მოგზაურობულად, მაგრამ მაინც თუნდაც რადგანაც ქალბატონ ნანა კაკაბაძის მიერ ინიციატივა, რომელიც აფუძნებს მოძრაობა თუ არასამთავრობო საზოგადოებრივ ორგანიზაციას ნეიტრალურ საქმეში. არა და კარგად იცით ბატონო ზურაბ, რომ გაუთხრა ჩვენს მენელს, რომ როდესაც ჩვენ ამ თემებზე დავდიოდით ყველასთან, მათ შორის ქალბატონ ნანა კაკაბაძესთან, ხო? მე დასავლეთელი იყო. მაინც მეორეც ერთი რა. ნანა კაკაბაძე, ესე იგი, მედბაირახტრე იყო მედასავლეთელების დროში და თავისი კაბინეტში ევროკავშირის ისეთო, კაცო, პლეიერები თუ რა პატარა დროშები, არა. ეგ ერთი, მეორე. ნანა კაკაბაძე ეხლა შევიტყე რა, მე ჩემი სულ ახლა შევიტყე. არა, ერთი წამით რა ზურა ბატონო რა. ახლა შევიტყე, ამდენი ხნის მაკაცობა გვაქვს მედალ ბატონო ზურაბს რა. ეხლა გავიგე სულ რამოდენიმე დღის წინ საუბარმა მოიტანა და როცა კაცი დაჭერილი იყო 5 წელი სატუსაღოში სასიკვდილო გაიმეტეს, მას საკაში სწორედაც ის ქელა მელაძის და შარაძის წვლილი დაუსვეს, რომ ეს გაეკეთებინა. აი ესეთი დაჯორული ადამიანი, რომელიც მე მართლაც პოლიტიკური ნიშნით პოლიტპატიმარი იყო, კაცო, ბიშას ჩაოლებრივი თქო იყო. ჩემი მეგობარი, ბატონი ზურაბი, გამოვიდა, აღმოჩნდა, რომ მიშამ მოუხსნა ინკრიმინაცია, რაზეც ედებოდა რა, კრიმინალი, ვითომ კრიმინალი ჩაიდინა ჩემმა მეგობარმა. ასე დაჭირდა. ხო, აი საქმეს ესე ჭირდებოდა, რომ აქ კიდე რეპრესიული და კიდე ამის და კიდე რაღაცები მომტარი, ხო? რას ვიძახი? მე რომ მოუხსნა, აღმოჩნდა, რომ თურმე ჩამონათვალში ჩემ მეგობარს, რომელიც მიშამ პოლიტიკური ნიშნით დაიჭირა და ეს ქალბატონი იყო იმ კომისიაში, ვის მინიჭებოდა ეს სტატუსი, ჩემო კარგო, ნანა კაკაბაძე. გესმით? ამ ქალბატონმა რა, ეროვნული მოძრაობიდან რომ მოდის და დისიდენტი ქალბატონი გახლავთ რა. რა ვთქვა, იცი? ზურას არა. არც განუხილავთ ეს საკითხი. არც განუხილია, იმიტომ რომ ხო, ესე იგი ეს ზურა არა, იმიტომ რომ ზურა ისგოია რა. იმიტომ რომ ზურა მის იმაში არ ჯდებოდა. მაგრამ ბერძენი კადერა. აი ესეთი ადამიანები ყავს სხვათა შორის. ესეთი არა, ესეთი რო ვიცოდეთ რა. აი ესეთი ადამიანები, ესეთი პარაზიტები არიან ქართულ ოცნებაში ძალიან საკმაოდ. იმიტომ რომ პორტირებულები არიან. ეხლა ვერაფერს ვერ წავლენ წინააღმდეგ ბატონ ბიძინა ივანიშვილის. იმიტომ რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ დირექტივა უნდა გაკეთდეს ეროვნული საქმე. და აკეთებინებს და ძალიან დიდი მადლობა მას. ამ შემთხვევაში აკეთებინებს ამ ნანა კაკაბაძესაც და სხვა მსგავს მისთანს რა. ძალიან კარგი იქნებოდა ბატონო ზურაბ ამასთან მიმართებაში, რომ ჩვენ რომლებიც აი მართლაც უანგაროთ ესე იგი, ყოველგვარი სარგებელისა და იმ ქვენარე აზრების ანგარების გარეშე ვემსახურებოდით ეს და ქვეყანას, ჩვენ ეს სისტემა არსებული წესწყობილება ულუკმაკუროდ წოვებს, უბრალო კაცს. მოცემულია, ეხლა ძალიან მალე მოიხსნება ეს საგარეო ვექტორებიდან ეს წნეხები, ეს უკანასკნელი და ერთ რამეს გეტყვი, მუშა პროლეტარია. კაცი არის პროფესორი. ჩემი მეგობარი. და უწევს არა უსახს არაფერი. არა, ეს არაფერი, ეს განზოგადება მინდა მე მოვახდინო ჩემო ბატონო. რომ აცხადებს რიხით სტატისტიკა თუ ეს სტრუქტურა, რომ საშუალო ხელფასი არისო 2005 ლარი. არ დაიჯერო ჩემო კარგებო და მე მინდა ბატონ ბიძინას ყურამდე მივიდეს არანაირი მე როგორც მუშას 2500 ლარი კი არა, 1000 ლარიც არ მაქვს ხელფასი.
მე მინდა ისე მე გარდა ამ პოლიტიკურ საქმიანობისა მუშაობ, მაგრამ კიდევ ვიმეორე ხას მუშაობა პრობლემა. და 1000 ლარიც არა. და ესეთივე მდგომარეობა მარკეტებში რა ეს ჰიპერმარკეტი გინდა დაბალ ხელფასზე, მაგრამ ეს როგორ აკეთებენ, იცით შემოკარგებო. ვერავენ არის ამ ბიზნეს, იმას რომ 20000 და 35000 აქვს, მე რო ჩამოდის 5000 ყველაზე დაბალი მენეჯერის ხელფასი და მე ამათ ვდაბალებ კრიბავენ და საშუალო გამოყავ, საშუალო არითმეტიკა. ტყუილი ბატონო. და ამ დროს პროდუქტები მიერბის და მიერბის ჩვენ რა ქვია, ჯერ აღჭამთ მიფრინავს. ეს არის ძალიან გამოსასწორებელი მუშაობა ძალიან გამიხილავთ, მაგრამ იცი რა, მე სამართლიანობისთვისა და სამართლიანია კაც. ეს ხო არის ის. მაგალითად, რკინიგზაზე ვიტყვი, რკინიგზა, ესე იგი, იყო სახელმწიფო რა სადაც მაქვს შეხება, ხო? სახელმწიფოში სახელმწიფო. მიგდებული აქვს ეს და გეგონება, ეხლა ზოგიერთი პარაზიტი, საგანგებო, მართლაც აგენტურა, ბატონო ზურა. ეს ხო ჩვენ ქართველებს ვიგავ მეფის რუსეთში ვიყავით, მეფის რუსეთმა დააკრა. და რკინიგზა და გზა და ეს ყველაფერი კომუნიკაციები, საგზაო, ხო სახელმწიფოს და პოლიტიკურ სამხედრო ინტერესებს აკუთვნებს. ამათ უნდათ ეხლა იმ მედასავლეთებს რკინიგზა შეწყვიტოს ფუნქციონირება მთელ საქართველოში. მისვეგულია. გასულ შეიძლება. ვერც შეიძლება, იმიტომ რომ მაგას გააკეთებენ და ვიცით რაც მოხდება რა. მაგას ვერ გააკეთებ, მაგრამ ისე დღეშია. ავიღოთ კიდევ ჩვეულებრივი ოჯახის ექიმი, პოლიკლინიკაში გამუშავე. კაცი რომ ერთ პაციენტს რომ იღებს 28 უხდია. ვისი ბრალია ამ წყობის წესწყობილების, რასაც საზოგადოებრივი ეკონომიკური ფორმაცია კაპიტალიზმი ქვია. კერძო საკუთრების პრიმატი. ჩვენ ქართველებმა, საქართველოში მცხოვრებმა ვერ გავიგეთ რომ უკვე ინკლუზიური კაპიტალიზმია. თქვენ მილიარდერებო საქართველოში რო ხართ, იცოდეთ რომ თქვენი მაპატი ეს უკანასკნელი ფულის ეს მასა და ეს უკანასკნელი უკვე ქაღალდია, აპარატი და ქაღალდი, იმიტომ რომ თქვენ ჩვენთან ერთად ებრაელებს აქვს ნათქვამი, შაური შენ, შაური მე, შაური მამა შენ. ორ შაურად გიყიდით შენ და მამაში. всё, აღარ არის თქვენი. ინკლუზიური კაპიტალიზმი გულისხმობს რომ კორპორაციების არის ეს ქვეყანა და თვით ის დიდი სახელმწიფოები, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის ფედერაცია და თუნდაც ეს ჩინეთის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკა არაფერი არ არის. გესმით? აქედან გამომდინარე ეს საკითხები უნდა იქნეს გადაწყვეტილი. ვინაიდან ღმერთს ყველა სახელმწიფო ჭირდება, ვინც მოემსახურება სამართლიანად ღმერთს ესე იგივე თავის ერთს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს. და ყველაფერს შექმნის იმისთვის, რომ იყოს ეს უკანასკნელი ადამიანი, როგორც ღირსეული, როგორც ღვთისხატი ამ ქვეყანაში. სხვა შემთხვევაში ესეთი სახელმწიფოები და ესეთი ქვეყნები ჩამოიშლება პარაზიტობისთვის დაიშებიან. ძალიან ბევრი ქვეყანა ისჯება, იმ ქვეყანაში მცხოვრებები ისჯება, გადახედეთ ჩვენ სამეზობლოს. აი ეს ბედიელის თუ ჩვენ არ მინდა რომ ეს რაღაცა უკანასკნელები თავს რისხვა დავიჭერთ, იცოდეთ. დიდ რეფორმ თქვენ გეუბნებით. ჩვენ რო გვეუბნებით, კამარას შემოიჭირეთო. ეხლა კეთილი ინები თქვენ შემოიწინეთ და წესიერად გადაანაწილეთ ის ქონება, რაც ქართველი ერისას. თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში იგავს გეტყვით შემდეგს. ერთს რო 5 ტალანტი მისცა პატრონმა, მეორეს 5, 7, მე-10 და ვინც დაფლა და აი ესო შენიო და წაართვი თუ ამასო და მიეცით იმას, ვინც მე მოამრავლა ეს ტალანტი. ეს წაგერთმევ და ჩამოგერთმევა და გადაეცემა ქვეყანას. და ეს როდის იქნება? არ ვიცი, ძალიან შეიძლება მალე. იმიტომ რომ დღეს დღევანდელი დღეები და ჩვენთან განვითარებული პოლიტიკური მოვლენები მეუბნება შემდეგს, რომ საკითხები ბევრი პოლიტიკურად გადაიჭრება, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხების აღდგენა მოხდება, გადაიჭრება, მაგრამ სოციალური საკითხები ეს რა არის?
გადაუჭრელია, არაფერი ძალიან გადასაჭრელია და გადაჭრადია. ეს მარკეტები მილიარდები რამდენიმე მილიარდს შეუძლებს წელიწადში კაცო თითოეული ჰიპერმარკეტის ხელმძღვანელი და თანამშრომელი ბანკირები უნდა აიგზავნოს ხაზარაძე უნდა მიბრძოლდეს სათუსაღოში ბატონო უნდა მიბრძოლდეს სათუსაღოში მე ვახში რატო ამბობ ამას იმიტომ რომ უკვე თავის ნიშნით გამოკვეთა ძმაო და მეგონა ფიზიკურად აი ფინანსებთან მიმართებაში ყველა თავის პასუხი უნდა აქვს და ამას აღებს კარგი დიდი მადლობა უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის დღეს დაგემშვიდობებით კარგად წარდგებოდეთ მადლობა